საგვარეულო წყევლა შეიძლება სხვა ოჯახის და სხვა გვარის გადმოვიდეს თქვენზე და თქვენ ეს ვერ გაიგოთ. ხშირად ადამიანები, როდესაც ხვდებიან, რომ ცუდად არიან, არ მისდით პირადი ცხოვრება კარგად, არ მისდით მის დაძმებს კარგად ცხოვრება, დედმამას არ მისდიოდა ჩხუბი და ერთი ამბავი იყო ოჯახში, გონიათ, რომ ჯადო გაუკეთეს დედას, ან ბებიას, ან ვეღაცას, ხო? ან თავად გაუკეთეს ჯადო და იმიტომაც არის ესეთ მდგომარეობაში. კი, ხშირად ასეც არის, მაგრამ ამაზე მე მგონი არავინ არ საუბრობს. ძალიან რთული, მაგრამ ძალიან ადვილად გაკეთებადი რიტუალია, როდესაც ადამიანს, ადვილად გაკეთებადი ვგულისხმობ მაგისათვის, პროფესიონალი, როდესაც ადამიანი თავის ბედს რომ ვეღარ შველის, ესე ვთქვათ, და დაწყევლილია ერთი სიტყვით, თვითონ არის ჯადოები, რომლებიც ვეღარ მოიხსნება, სულ რომ ცადად დედამიწა ჩამოიქცეს და მსხვერპლი უნდა შესწირო, სხვა ადამიანს უნდა გადაულოცო. როგორც გინდა, ისე გაიგეთ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყოველთვის ხდებოდა ადრე, ეხლაც ხდება და მომავალშიც მოხდება. თავისუფლად შეიძლება, მაგალითად, არ გიფიქრეთ, რომ თითქოს ეს თქვენი საქმე არ არის. თითქოს ამ ოჯახში თქვენ არ უნდა ცხოვრობდეთ, ამ ადგილზე არ უნდა იყოთ, ამ კაცთან თქვენ არ უნდა იყოთ. ადამიანები ფიქრობენ, რომ დეჟავიუ მაქვს, არანაირი დეჟავიუ, უბრალოდ თქვენ გადიხართ სხვის ბედს და ვინ რა ჯადო გაგიკეთათ და ვინ რა ბედი გამოუცვალა და თავისი წყევლა გადმოანთხია თქვენზე და მან თქვენი ბედი შეირგო, ეს არავინ არ იცის. მაგრამ იცით რა არის კიდევ საინტერესო ხოლმე, რომ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ცუდად არიან. ჩემთან მოდიან, ცუდად ვარ, ძლივს მუშაობ, მძიმე სამუშაო მაგ დედა მცემდა, მამა ცუდად მეკცეოდა, კაცმა ესე გამომიყენა, მაგრამ არა, ჩემ ცხოვრების შეცვლა არ მინდა, არა, წმენდის გაკეთება არ მინდა. უბრალოდ, სხვა რაღაცა უნდა ადამიანს, კაცზე უნდა. ვერ ხვდებიან ადამიანები, რომ ძალიან ცუდად არიან. ის კაციც გამოიყენებს და ამ დროს ამბობენ, რომ გამომიყენა და არა, სინამდვილეში არავინ არ გამოგიყენათ. უბრალოდ თქვენ მიეცით უფლება იმ ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ ის თქვენთვის, რასაც თქვენ იმ წუთას იმსახურებდით. მოკლედ ძალიან